გამარჯობა ყველას და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Global Eye-ში. დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. მე ემილი ფრენსისი ვარ და ყოველ კვირას ჩვენ ვუღრმავდებით იმ მოვლენებს, რაც ჩვენ სამყაროში ხდება. და ახლა გადავხედოთ ჩვენს მთავარ ამბებს და იმას, რაზეც დღეს ვისაუბრებთ. ბელფასტში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, რომელიც ჩატარდა ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქში ანტიიმიგრანტული ძალადობის შემდეგ. გასულ კვირას, როდესაც სუდანელმა იმიგრანტმა ირლანდიელი დაჭრა, ეს ინციდენტი გახდა ძალადობის მიზეზი. ალბანელთა მასები ამ შაბათ-კვირასაც აგრძელებენ პროტესტს სანაპიროსთან მდებარე კუნძულზე დაგეგმილი მდიდრული მშენებლობის წინააღმდეგ. პროექტი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძეს ჯარედ ბუშნერს უკავშირდება, ბრალდებულია გარემოსთვის მგრძნობიარე ტერიტორიების დარღვევაში, რომლებიც ცნობილია ველური ბუნებით. ევოლას უკონტროლო გავრცელების ფონზე აფრიკაში იზრდება შიში, რადგან 10,000-ობით აფრიკელი მიემგზავრება ჩრდილოეთ ამერიკაში ამ თვეში, გასამართი FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატისთვის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბრიტანეთის ძალებმა ინგლისის არხში შეაჩერეს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ნავთობის ტანკერი. გემი, რომელსაც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან კავშირში ადანაშაულებენ, 6 საათიანი მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში შეაჩერეს თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და სამხედრო-საზღვაო გემების მხარდაჭერით. ასევე ითქვა, რომ ოპერაციას საფრანგეთიც უჭერდა მხარს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ეს არის პირველი ასეთი ტიპის ოპერაცია, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს. ციტატა: გემი სმერთელსზე ავიდნენ სამეფო საზღვაო კრეიტები და სპეციალურად გაწვრთნილი სამართალდამცავი ოფიცრები ეროვნული დანაშაულის სააგენტოდან. რუსეთის ყველა მცდელობის მიუხედავად, რომ თავიდან აიცილოს სანქციები და გააგრძელოს თავისი ბარბაროსული ომი უკრაინასთან. ლავაც ეს ციტატაა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დაამატა, ციტატა: კიდევ ერთი დარტყმა რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს აფინანსებს, პუტინის ომს უკრაინაში, რომ დამალვა შეუძლებელია. ასევე უკრაინამ გამოეხმაურა და მიესალმა ამ ჩაჭრას როგორც, ციტატა, დარტყმას კრემლის საომარი მანქანისთვის. აშშ-ს სამხედროების ხელმძღვანელობით განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა მოკლეს ვენესუელის ბანდის Tren de Araguas ლიდერი. პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა, ციტატა: ჩემი გადაწყვეტილებითა და მითითებით აშშ-ს სამხრეთმა სადლობამ განახორციელა სწრაფი და სასიკვდილო დარტყმა, რათა წარმატებით გაენეიტრალებინა ნინიო გუერერო. და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის კადრებიც, რაც მანამდე თქვენს ეკრანზე ნახეთ და ეს მისი ფოტოა. პრეზიდენტმა ტრამპმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აფეთქდა მწვანე შენობა და ახლომდებარე საწყობი, ხოლო ნამსხვრევები ჰაერში აიფრქვა. ვენესუელის ხელისუფლება აცხადებს, რომ 2026 წლის დასაწყისში მონაწილეობდნენ ერთობლივ ოპერაციებში, სადაც ამერიკულმა ძალებმა ღამით ჩაატარეს დრამატული მისია და დააკავეს მაშინდელი ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. მას ბრალსდებენ ბანდასთან შეთქმულებაში. ის ახლა ნიუ-იორკის ციხეშია და წინა სასამართლო პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. სკანდირებენ, ჩამოხსენით. ვაშინგტონში მდებარე ხანგრძლივი ისტორიის მქონე კენედის ცენტრის ათეულობით თანამშრომელმა დაიწყო პრეზიდენტ ტრამპის სახელის მოხსნა, რომელიც ამ საკულტო კულტურულ დაწესებულებას ამშვენებდა. პრეზიდენტმა ტრამპმა პირობა დადო, რომ განაახლებდა და გადარქმევდა ცენტრს, რომელიც 1961 წელს გაიხსნა პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის ხსოვნისადმი, მისი 1973 წელს მკვლელობის შემდეგ. ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ სახელის შეცვლა კონგრესის აქტის გარეშე შეუძლებელია. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ერთადერთი ჯგუფია, რომელსაც სახელის შეცვლა შეუძლია. ეს კონგრესში არ განხილულა, ეს უკანონოა. ცვლილებებისთვის საჯირო საყრდენი კონსტრუქციები პარასკევის ვადისთვის მოამზადეს, მაგრამ კენედის ცენტრმა მოსამართლეს სთხოვა, ვადა შაბათამდე გაეხანგრძლივებინა, რადგან რეგიონში ძლიერი ქარიშხლები იყო მოსალოდნელი. 10,000-ობით LGBTQ+ მხარდამჭერი შაბათს რუმინეთისა და ბულგარეთის დედაქალაქების ქუჩებში ყოველწლიურ პრაიდზე გამოვიდა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში კონსერვატიული ჯგუფების წინააღმდეგობა იზრდება. დღეს რუმინეთი ევროკავშირის იმ ბოლო 3 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც არ აღიარებს დაუქორწინებელ წყვილებს და ერთსქესიან წყვილებს არ წყვილებს არც ერთ ფორმაში. ბოლო დროს პოლონეთმა დაიწყო საზღვარგარეთ დადებული ქორწინებების აღიარება.
გარდა ამისა, ვარშავამ მიიღო კანონი სამოქალაქო პარტნიორობების შესახებ. ჩვენ გჯერა რომ დროა და სწორედ ამიტომ დღეს ბუქარესტის პრაიდზე ქუჩაში გამოვდივართ, რათა მოვითხოვოთ სამოქალაქო პარტნიორობების ლეგალიზაცია. დღეს ქუჩაში გამოვდივართ. სვლელობის მონაწილეები ბუქარესტში, რუმინეთში და სოფიაში, ბულგარეთში, როგორც ხედავთ, ფერადი დროშებით, ბანერებით, სასტვენებით და თანასწორობის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდნენ. ზოგიერთი რესპუბლიკელი გუბერნატორი პრაიდისთვის სხვა კონსერვატიული სახელწოდებებით წარმოაჩენს. და ეხლა მწვერვალს მილახციეთ. ბელფასტში მომხდარი დაჭრის შემდეგ, რაზეც გადაცემის დასაწყისში გიამბეთ, იმიგრაციის პოლიტიკა კვლავ გლობალურ ყურადღების ცენტრშია. გასულ კვირას იმიგრაციის წინააღმდეგ პროტესტები დაიწყო, ხოლო ამ კვირაში მიგრანტების მხარდასაჭერად საპასუხო აქცია გაიმართა. ჩვენს დებატებში ბელფასტში დღეს საღამოს მონაწილეობენ ჯეიმი ბრაისონი, ლონდონის Unionist Voice Policy Studies-დან და დამოუკიდებელი ჟურნალისტი რებეკა გრეგი. და აქ სტუდიაში ჩვენთან ერთად იმყოფება IOC4 News English-ის უფროსი კორესპონდენტი ვენ ალდერმანი. საღამო მშვიდობის საყველას. მაგრამ სანამ დებატებს დავიწყებთ, მოდით ზოგად ინფორმაციას გავეცნოთ. ბელფასტი ბრიტანეთის იმიგრაციის დებატებში ბოლო დროის ცხელი წერტილი გახდა. ის რაც დაიწყო დანით თავდასხმით და სუდანელი მამაკაცის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებით, სწრაფად გადაიზარდა ანტიიმიგრანტულ არეულობებში, რომლებიც რამდენიმე ღამეს გაგრძელდა. მცირესობებისა და მიგრანტთა თემებთან დაკავშირებული სახლები, მანქანები და ბიზნესები თავდასხმის ობიექტი გახდა. პოლიციას დაესხნენ თავს და ოჯახები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები. მაგრამ ეს უკვე მხოლოდ ბელფასტის ამბავი აღარ არის. ძალადობა გავრცელდა დიდ ბრიტანეთში საზღვრების თავშესაფრის, დანაშაულის და უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფების ონლაინ როლის შესახებ ბევრად უფრო ფართო დებატებში. ქალაქებში გლაზგოდან ლივერპულამდე და ბრაიტონამდე ანტიიმიგრანტული პროტესტები და ანტირასისტული დემონსტრაციები ერთმანეთს დაუპირისპირდა, რაც აჩვენებს თუ როგორ სწრაფად შეიძლება ადგილობრივი გაბრაზება ეროვნულ დაპირისპირებად გადაიქცეს. მთავრობის კრიტიკოსებისთვის ეს არეულობა იმიგრაციის კონტროლისა და საზოგადოებრივი ნდობის ჩავარდნას ასახავს. სხვაებისთვის კი ეს გაფრთხილებაა, რომ ცალკეული დანაშაულები გამოიყენება მთელი თემების სამიზნედ. და ბელფასტში, ქალაქში, რომელსაც თავისი ხანგრძლივი და ოფის ისტორია აქვს, ახლა შიში ისაა, რომ იმიგრაცია ახალი განხეთქილების ხაზად იქცა. ასე რომ კითხვა ასეთია: არის თუ არა წარუმატებელი იმიგრაციის პოლიტიკა ბოლო არეულობის ძირეული მიზეზი? ეხლა კი გადავდივართ ჩვენს დებატებზე. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს სტუმრებს. პირველი კითხვა. თითოეულ თქვენგანს გაქვთ 30 წამი პასუხისთვის. ვიგის მიხედვით სავალთ და პირველ რიგში ჯეიმისთან დავიწყებთ ცხებთ. მაგრამ კითხვა ასეთია: უკავშირდება თუ არა ბოლო არეულობა მართლაც ბოლო დანით თავდასხმებს, თუ ეს არის დიდი ბრიტანეთში იმიგრაციის პოლიტიკაზე არსებული უფრო ღრმა დაყოფის ნაწილი? ჯეიმი, გისმენთ. ფიქრობ ორივე კითხვაზე პასუხი დადებითია. ორივე შეიძლება ერთდროულად იყოს. ვფიქრობ დანის შეტევამ გამოიწვია ეს გაბრაზება, ამ კვირის მოქმედებები. მაგრამ დიდი ხანია დიდ ბრიტანეთში იმიგრაციასთან და მის გავლენასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს ხანგრძლივი, ღრმა და მზარდი შეშფოთება და პრობლემები. ამიტომ ვფიქრობ, მართალია ვთქვათ, რომ ეს რაღაცა იყო, რაც ნელ-ნელა გროვდებოდა, მაგრამ დანის შეტევის ინციდენტმა საბოლოოდ ყველაფერი გაამწვავა. კარგი, ეხლა შენი ჯერია, რებეკა. რას ფიქრობ? ანუ ვეთანხმები, ყოველთვის გჭირდება კატალიზატორი და აშკარად ეს იყო კატალიზატორი მორი, მაგრამ ის კატალიზატორი არ იქნებოდა, რომ ესეთი დიდი პრობლემა არ ყოფილიყო. და აშკარად იცი, მიუხედავად იმისა, რომ ბელფასტში ამ არეულობას ხედავთ, აშკარად იცი, მსგავს სცენებს ხედავთ არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ სხვაგანაც. და აშკარად იმიგრაციის პოლიტიკა იქნება ეს ასაშეთოში დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ირლანდიაში თუ საერთოდ მსოფლიოში ხედავთ დიდ ცვლილებებს, რადგან ადამიანები ნამდვილად გამოხატავენ იმას, რასაც გრძნობენ. და ან ვფიქრობ ალბათ, თავს უფრო გამბედავად გრძნობენ ამის გაკეთებისთვის ამ ფაქტის გამო. ეხლა ყავთ ტრამპი. 30 წამია მოიწურა რებეკა, მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ გექნება შანსი, ახლა ჩვენთან არის ვენ ალდერმანი, თავისი შეფასებით ვენ. ეს დაკავშირებულია უფრო ფართო საკითხთან, ემილი, სულ მცირე ესე ჩანს შორიდან. ეს დაკავშირებულია უფრო ფართო საკითხთან. შეიძლება ეს ასევე უკავშირდებოდეს ჩრდილოეთ ირლანდიის უნიკალურ პოლიტიკასაც. მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი გამოცდილებიდან აქ ისრაელში და ვფიქრობ ვიცით ამის სწავლა შეერთებული შტატების გამოცდილებიდანაც, რომ როგორც კი საზღვრებს ხურავ, პრობლემა ბევრად უფრო მარტივი ხდება გადასაჭრელად იმათთან მიმართებით, ვინც უკვე ქვეყნის შიგნითაა. კარგი, ახლა გვაქვს უფრო ფართო შესაძლებლობა დროის შეზღუდვის გარეშე, მაგრამ კითხვა ასეთია:
ეს საზოგადოებრივი დებატების ლეგიტიმური ფორმაა თუ უმცირესობათა თემების დაშინების საშუალება. სოფლიოს გარშემო ამ ტალღებს ხედავთ. კიდე ჯერ შენ უპასუხო ამ კითხვას, ჯეიმი. არა, ვფიქრობ, მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის არის საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე შეხედულებების გამოხატვის გზა. და ეს აშკარად საზოგადოებრივი ინტერესის მნიშვნელოვანი საკითხია. ის გავლენას ახდენს გაერთიანებული სამეფოს ყველა თემზე. სინამდვილეში დასავლურ სამყაროზეც მოახდინა გავლენა. ამერიკა, ევროპა, ბევრი ადგილი ამით დაზარალდა, ასე რომ რა თქმა უნდა, სრულიად ლეგიტიმურია, რომ ხალხი მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობდეს. ცხადია, როცა საქმე კონტროლიდან გამოდის და ძალადობაში გადაიზრდება, ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რაიმე ფორმით უნდა ვუთხრათ ხალხს, რომ თავი შეიკავონ მშვიდობიანი პროტესტისგან მხოლოდ იმიტომ, რომ უმცირესობის ქმედებები სხვა დონეზე გადადის. რადგან რაც უფრო ვცდილობთ ამ საკითხების ჩახშობას, მათზე საუბრისგან თავის შეკავებას და დამალვას, რეალურად საქმე მხოლოდ უარესდება და ადამიანები უფრო გარეკულად გრძნობენ თავს. უფრო მეტად იგრძნობენ, რომ მათი ხმა არ ესმით და არ უსმენენ მათ. და ეს მხოლოდ აძლიერებს იმ ტიპის რისხვას, რაც ბოლო კვირაში ვიხილეთ. რებეკა, რა სიტყვით ამ კითხვაზე? მე ვიტყოდი, რომ პროტესტი, იცით, ფუნქციონირებადი დემოკრატიის ჯანსაღი ნაწილია. და ცხადია, ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ამახობს, რომ საკუთარ თავს დემოკრატიას უწოდებს, პროტესტი, მშვიდობიანი პროტესტი, ამის ნაწილია. მე ვფიქრობ, პრობლემა ნამდვილად მაშინ ჩდება, როცა მშვიდობიანი პროტესტი გადაიქცევა პირად პერსონალიზებულ რასისტულ თავდასხმად. და ცხადია, დღესაც ვიხილეთ კონტრპროტესტის მონაწილეებიც რასიზმის წინააღმდეგ მიმართული აქციის ფარგლებში. მაგრამ ჩემთვის რთულია ზღვარის გავლება, რადგან შეიძლება პროტესტი უმეტესად მშვიდობიანი იყოს, მაგრამ ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც რასისტულ თავდასხმას განახორციელებენ. და რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი უნდა შეჩერდეს, მაგრამ ვფიქრობ, პოლიციის მხრივ ამ მიმართულებით მეტი უნდა გაკეთდეს. მაგრამ თავად პროტესტი, ვფიქრობ, ლეგიტიმურია. ხალხს უნდა ქონდეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი უკმაყოფილება. და თუ ხალხს ეუბნები, რომ პროტესტის უფლება არ აქვთ, მაშინ რამდენად შეგიძლია რეალურად დემოკრატიად ჩაითვალო. დიახ, რა თქმა უნდა და შემდეგ ეს გრძნობები შიგნით გროვდება, როცა ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა გამოხატოს თავი. და შენ რას ფიქრობ ამაზე? ვიცი რომ ჩრდილოეთ ირლანდიაშიც ყოფილ ხარ. დიახ, მე არ მაქვს ისეთი გამოცდილება, როგორც ჩვენ სტუმრებს, ემილი, მაგრამ იქ ვიღავი გასულ ზაფხულს. ძალიან სამწუხაროა ამის ნახვა. ეს მართლაც ძალიან რთული ადგილია. და ეს საკითხები კიდევ უფრო მთიუნეული და რთული გადასაწყვეტი ხდება. მაგრამ არ დაგავიწყდეს ემილი, რომ გარედან ჩანს თითქოს ყველაზე ეფექტური პროტესტის ფორმა, სწორედ ხმის მიცემაა, პროტესტის ხმის მიცემა და არა მხოლოდ ხმის მიცემა, არამედ გამოკითხველებისთვის იმის თქმა, თუ როგორ აპირებ ხმის მიცემას. და ბრიტანეთის საზოგადოებამ მკაფიოდ და ხმამაღლა გამოხატა თავისი პოზიცია იმ ხარდაჭერით, რომელსაც ნაიჯელ ფარაჯის რეფორმების პარტია იღებს, რომელიც როგორც ჩანს არჩევნებსაც მოიგებს, ასევე ბოლო ადგილობრივ არჩევნებში დიდ ბრიტანეთში მიღწეული შედეგებით. და თუნდაც ტომი რობინსონის ბრიტანეთის აღდგენის პარტიის ზრდა პუსტი უფრო მცირე მასშტაბით, რომელიც სხვათა შორის გასულ შემოდგომაზე ისრაელში ვიზიტისას მეთავად ინტერვიუი ჩაუტარე. ასე რომ ბრიტანეთის საზოგადოებამ ფაქტობრივად თავისი ხმა, მკაფიოდ, ხმამაღლა და გრძელვადიანად გააჟღერა. Keir Starmeris თავრობა გარკვეულ დონეზე რეაგირებს, მაგრამ ვფიქრობ, ეჭვი არ არის, რომ მომავალში პოლიტიკა ბევრად უფრო ამბიციური იქნება იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. და დაუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი. როგორც აქ ისრაელის გამოცდილებიდან ჩანს, ასევე სულ უფრო მეტად შეერთებული შტატებიდანაც, ჩემი აზრით, ყურადღება უნდა გამახვილდეს საზღვრის დახურვაზე და არა იმაზე, რომ ბევრად უფრო რთული გადაწყვეტილებები მიიღონ და განახორციელონ მათ მიმართ, ვინც უკვე იქ იმყოფება. როდესაც საზღვარს ხურავ, საზოგადოებას უჩნდება ნდობის განცდა, რომ პრობლემა შეჩერებულია და მისი გადაწყვეტის გზაზეა. გასაგებია, ბელფასტი როგორც ვიცით არ არის ახალი ამბავი. იქ ყოველთვის იყო დაპირისპირება და განხეთქილება და ეს ყველაფერი ამ რეგიონის გრძელ ისტორიას უკავშირდება. მაგრამ ეს უბრალოდ იგივე დაპირისპირებისა და ბრაზის ახალი სახეა, რომელიც ახლა იმიგრაციის ფორმით იჩენს თავს. ჯეიმი? მე სვების საუბარშიც ჩავერთოვით. რა თავაზიანი დებატია? არა, ეს ახალი საკითხია, რომელიც ტრადიციულ დაყოფებს კვეთს ჩრდილოეთ ირლანდიაში, რადგან აქ არიან ადამიანები, როგორც ტრადიციულად იუნიონისტური, ისე ნაციონალისტური წრეებიდან. ერთ დროს მტრები, რომლებიც ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო შეხედულებებს იზიარებენ. არა, ეს რაღაც ახალია და ვფიქრობ, ეს ახალი რამაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ახდენს გავლენას. და ნახეთ, როცა გაქვთ თემები, განსაკუთრებით მუშათა კლასის თემები ან სოციალური დაჩაგრულობის თემები,
ვინც მთელი მათი იდენტობა და ცხოვრება დაკავშირებულია სოციალურ ტრადიციებთან, ერთიანობასთან, მათი ოჯახის თაობებთან. ანუ ეს არის მათი იდენტობა, ეს არის მათი არსება. ეს არ გავს საშუალო და მაღალი კლასის ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ, იცით, სოციალური მობილურობით შეუძლიათ გადავიდნენ იქ, სადაც საუკეთესო სამუშაოებია. მათი თემი მათთვის ყველაფერია. და რასაც ისინი ხედავენ, ეს არის მათი თემის მთელი სახე, იდენტობა და ღირებულებები. იცვლება პოლიტიკურ ელიტათა მიერ დაწესებული პოლიტიკის გამო. ვინც, არ უწევთ საკუთარ ქუჩებზე თავმოკვეთების ატანა, მათ მწვანე საშუალო კლასის გარეუბნებში არ აქვთ სასტუმროები, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს ათავსებენ. და ამის ნაცვლად, სწორედ მუშათა კლასი და ნაკლებად უზრუნველყოფილი თემები უწევთ ამ ყველაფრის შედეგებთან გამკლავება. როგორც ძალიან ნათლად ვიხილეთ ერთ კვირაზე ნაკლები ხნის წინ ჩრდილოეთ ირლანდიაში. რებეკა, რას ფიქრობ? სინამდვილეში ბევრ რამეში დაგეთანხმებოდი, რასაც ამბობ. ფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ამას უფრო გლობალურ ჭრილში განვიხილავ, რადგან ეს მართლაც მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყურადღება ბელფასტზეა გამახვილებული, იგივე პრობლემები, როგორც უკვე ვთქვი, მთელ მსოფლიოში გვინახავს. თუნდაც თუ თელ-ავივზე ვიფიქრებთ, როცა ხალხი სუდანიდან და ერიტრეიდან ჩამოსულების წინააღმდეგ აპროტესტებდა, ცხადია ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო. სინამდვილეში სწორედ ისრაელის მუშათა კლასის თემები იყვნენ, შეიძლება ითქვას, ვინც ამას განიცდიდა. ცხადია, ყველა ასე არ ფიქრობდა. და სინამდვილეში ბევრი ადამიანი იყო, ვინც ტოლვილებსაც მიესალმა. მაგრამ გონია ხშირად იყო ესეთი განცდა, რომ ხანდახან საშუალო კლასის ადამიანები შეიძლება ძალიან კომფორტულად ისხდნენ და ძალიან შორს იყვნენ იმ ადგილებიდან, სადაც ეს დაძაბულობის კერები რეალურად ხდება. და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ამ დებატებში, რადგან ცხადი ადამიანებს ნამდვილად აქვთ ლეგიტიმური უკმაყოფილებები. და მე, მაგრამ ვფიქრობ, ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ადამიანები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას უცხოელებზე ან ახალმოსულებზე. ეს ხომ ადამიანების ისტორიაა. ადამიანები ყოველთვის გადაადგილდებოდნენ. ადამიანები ყოველთვის ეძებდნენ უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას სხვაგან. მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, რა ხდება იმ ადამიანებთან, ვისთანაც ისინი უერთდებიან და ხშირად ისინი უერთდებიან სხვა მუშათა კლასის ადამიანებს, რომლებიც ასევე იბრძვიან. ამიტომ, გარკვეულწილად კონფლიქტი თითქმის გარდაუვალია სამწუხაროდ. დიახ, და ეს ბევრჯერ გვინახავს მსოფლიოსა და ისტორიაში. ის კარგ აზრს ამბობს, ოუენ, რას დაამატებდი ამას? ნახე, აქ აშკარად გლობალური მასშტაბებია და რებეკა მართალია. ისრაელში მგონი ელათის მიერ სუდა ერიტრეელი მიგრანტები ავტობუსებში ჩაესვა და თელ-ავივის ელიტურ უბნებში ან თელ-ავივის ელიტურ გარეუბნებში გადაეყვანა, რომ თავისი აზრი დაემტკიცებინა. და ძალიან ბევრი ერიტრეელი და სუდანელი ერთ უბანში იყვნენ თავმოყრილები თელ-ავივში ცენტრალური ავტობუსის სადგურთან ახლოს და აშკარად არათანაბრად. მაგრამ გარედან რომ შევხედოთ, აშკარად ჩანს, რომ აქ არის კონკრეტული ელემენტები, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიას უკავშირდება. ნახეთ, ბევრი მედია ყურადღებას ამახვილებს ვარაუდებზე, ან უფრო მეტზე, ვიდრე უბრალოდ ვარაუდებია. რომ ლოიალისტური მილიციები, პროტესტანტული მილიციები თუ გნებავთ ჩრდილოეთ ირლანდიაში, შესაძლოა იყვნენ ჩართული ან პროტესტებების და არეულობების საკეზებაში. ან გვერდზე იდგნენ მაშინ, როცა შეეძლოთ ჩარეულიყვნენ და შეეჩერებინათ ისინი. და ამას აკეთებდნენ იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლებაზე ჯერ კიდევ ჰქონდათ გავლენა, რომ მათი გამოყენება შეიძლებოდა, რომ პოლიციისგან უფრო მეტ აღიარებას იღებდნენ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. და ეს აჩვენებს თუ როგორ ითამაშა ამაში ჩრდილოეთ ირლანდიის სპეციფიკამ. ასევე ბრიტანულ მედიაში განხილვა ირლანდიასთან საერთო მოგზაურობის ზონის შესახებ, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტი არსებობს და მნიშვნელოვანი ნაწილია როგორც ირლანდიის, ისე დიდი ბრიტანეთის ცხოვრებაში. ემილი, რაც ინარჩუნებს მშვიდობას ჩრდილოეთ ირლანდიაში და შეიძლება ღმერთმა არქნას ომის ხელახლა გაღვივებას გამოიწვევს. იქ ყოველ შემთხვევაში გარედან დანახული თუ საზღვარი ხელახლა დაწესდება, მაგრამ ბრალდებები, რომ რადგან ეს თავდამსხმელი იმ საზღვრის გავლით შემოვიდა დუბლიში, პარიზიდან ჩაფრინდა და შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა, ამბობენ, რომ სწორედ საერთო სამგზავრო ზონაა დამნაშავე. მაგრამ ვფიქრობ, ბრიტანეთის მთავრობა უბრალოდ მოვიდა და თქვა, რომ ამაზე არაფრის გაკეთება შეგვიძლია. უბრალოდ ვერ შევცვლით ამას. ამაში ჩაკეტილები ვართ. პოლიტიკის სხვა გზები უნდა ვიპოვოთ. და ემილი, რაც უფრო ზღუდავ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რაც შეგიძლია მიიღო, მით უფრო ამძაფრებ დებატებს და ვფიქრობ, ესეც არის ის, რასაც ბრიტანულ პოლიტიკაში ვხედავთ. და როგორი პოლიტიკური შედეგები გონია ჯეიმი რომ იქნება? გულისხმობ, ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ბევრი აკრიტიკებს, ბევრჯერ მოუწოდეს გადადგომისკენ, შეიძლება ეს პოლიტიკურად აფეთქდეს და ბევრად უფრო დიდი პრობლემა გახდეს, ვიდრე თავად იმიგრაცია. დიახ, ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრ სტარმერს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა თანამდებობაზე. მას მუდმივად ასეთი პრობლემები აქვს და მისი იმიგრაციის პოლიტიკა ძალიან სუსტია. ფაქტობრივად მან ყველა მშვიდობიანი მომიტინგეებიც კი რასისტებად მონათლა.
და ბევრი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში ფიქრობს, რომ მას უფრო მეტად უცხო იდეოლოგიების დამშვიდება და დაკმაყოფილება აინტერესებს, ვიდრე საკუთარი მოქალაქეები და ბრიტანელი ხალხი. ის თითქმის საკუთარი ქვეყნის თითქმის რწმენია. ასე რომ პრემიერ-მინისტრის მიმართ ბევრი ცუდი განწყობაა. საერთო მოგზაურობის ზონის თვალსაზრისით, პრობლემა ისაა, რომ ჩრდილოეთ ირლანდია ძალიან რთულ მდგომარეობაში რჩება საკუთარი თავის გამო. ან ის შეთანხმება, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ევროკავშირთან შეთანხმდა, რის შედეგადაც ჩრდილოეთ ირლანდიას ფაქტობრივად ღია საზღვარი აქვს ევროკავშირთან ირლანდიის რესპუბლიკის გავლით. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც ევროკავშირში გადაადგილების თავისუფლება აქვთ, უბრალოდ ჩრდილოეთ ირლანდიის გავლით, როგორც უკანა გარიდან, შეუძლიათ გაერთიანებულ სამეფოში შესვლა. ერთ-ერთი რამ, რისი დასრულებაც ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვებით გადაწყვიტა, იყო გადაადგილების თავისუფლება. მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრებმა ბრიტანეთის მოქალაქეებმა ამით სარგებელი ვერ მიიღეს, რადგან მათ მაინც იგივე შედეგების ატანა უწევთ. ადამიანების გადაადგილებით ირლანდიის რესპუბლიკის გავლით გაერთიანებულ სამეფოში, როგორც ვნახეთ. პირს, რომელსაც ბრალა დედება, გასულ კვირას ჩადენილი ძალადობრივი ქმედება, რისთვისაც მას ბრალი წაუვენეს. ამიტომ ყველა ეს საკითხი საჭიროებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ასევე საჭიროებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სიმტკიცეს საკუთარი საზღვრებისა და მოქალაქეების დაცვის კუთხით და საკუთარი მოქალაქეების პრიორიტეტად დაყენებას. და ხალხს არ უნდა რწყვენოდეს, როცა ნებისმიერი მთავრობა ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი საკუთარი მოქალაქეების და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სანამ სხვა რამეს გააკეთებენ. და ვფიქრობ, რომ ბრიტანეთის მთავრობას ხშირად პირიქით აქვს ყველაფერი. მათ უფრო აინტერესებთ უცხოური იდეოლოგიების ან უცხოური მთავრობების დამშვიდება, ვიდრე საკუთარი ხალხისა და ეროვნული მთლიანობის დაბის დაცვა. და რებეკა, შენ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობ. იცი, მე სულ რამდენიმე კვირის წინ იქ ვიყავი. მართლა ბევრი უკმაყოფილება და კითხვებია პრემიერ-მინისტრის მიმართ. მართლა მის თავზე დაეცემა ეს ყველაფერი და შესაძლოა იდე უფრო მეტად გადახაროს ასწორი მის წინააღმდეგ. გულისხმობ იმას, რომ ძნელია წარმოიდგინო, რომ ის კიდე უფრო არაპოპულარული გახდეს, ვიდრე უკვე არის. ვფიქრობ, ამ მხრივ მართლა შეიძლება, რომ მისთვის ყველაფერი კიდე უფრო გაუარესდეს. და ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როგორც ჩანს, იმიგრაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკის საკითხია. ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ თაობების ჭრილში, არამედ იმ მხრივაც, რომ უბრალოდ უნდა შევხედოთ Brexit-ს. ცხადია, ამას პირდაპირ არ აღვნიშნეთ, მაგრამ Brexit-ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო სწორედ ის, რომ ხალხს სურდა კონტროლის დაბრუნება. რას ნიშნავდა ეს? ასევე ჩვენი საზღვრების კონტროლის დაბრუნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განმეორებადი თემაა. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ მეორე მხრიდანაც ასეა ვფიქრობ. ხშირად ხალხს გონია, რომ ემიგრანტები, მიგრანტები, ლტოლვილები, ან ვინც არ უნდა იყოს. იცით, ახალმოსულებზე თითის გაშვერა ძალიან ადვილია, როცა სინამდვილეში ასევე უნდა დავაკვირდეთ უფრო გლობალურ სისტემურ საკითხებს, რომლებიც სინამდვილეში ადამიანებს დაბლა აჩერებს. იქნება ეს ცხოვრების ღირებულების მხრივ, იქნება ეს ეკონომიკური კრიზისის მხრივ და ადვილია, ხო იცით, დააბრალო ეს შემოსულ ადამიანს, ვიდრე უფრო ამორფულ გლობალურ მიწოდების ჯაჭვს, რომელიც ბევრად ნაკლებად ხელშესახებია და ასევე ბევრად რთულია მისგან გამკლავება. დიახ, და ასევე რა თქმა უნდა, ვიცით იმ კვლავობის შედეგების შესახებ ინგლისში, რაც ასევე დიდ დაძაბულობას იწვევს. მაგრამ შენი თვალსაზრისით, ვენ, როგორც ამერიკელი, საჯდება ამ ყველაფერში აშეში? ვიცით, რომ ვენსი და თუნდაც ილონ მასკი ძალიან კრიტიკულები არიან და უყვართ თავიანთი აზრის გამოხატვა სხვა ქვეყნებში იმიგრაციის საკითხებზე, მიუხედავად იმისა, რომ ვენსი იზოლაციონისტია. შეხედე ილონ მასკს, ემილი, $1 ტრილიონის ღირებულების რესურსი აქვს თავისი პოზიციის გასაჟღერებლად და ის ამას ეკენებს. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ, ეს დებატის ნაწილია, დისკურსის ნაწილია, მაგრამ საქმე მხოლოდ ილონ მასკისგან მომდინარე მიწოდებაში არ არის, არამედ იმაშია, რომ დიდ ბრიტანეთში მისი პოზიციების მიმართ მოთხოვნა არსებობს. შეხედე, მზად ხარ თუ არა ცვლილებები ბრიტანეთის იმიგრაციის სისტემაში მაინც მოდის, ციფრები იმდენად არათანაბარია, საზოგადოებრივი აზრი კი ძალიან ძლიერი და მნებიანია. ეს საკითხი საზოგადოებრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ბრიტანეთში ორპარტიული სისტემა იმდენად დაცლილია შინაარსისგან, რომ უბრალოდ გარდაუვალია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. კიდევ ერთხელ, იქნება ეს საერთო მოგზაურობის ზონასთან დაკავშირებით, ან როგორმე იქნება ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან გასვლა, რომელიც უკვე განხილვის საგანია. რაც შეიძლება კონდეს შორს მიმავალი გავლენა იმიგრაციაზე მეტადაც, მაგრამ შეიძლება მიღებული იქნას იმ გავლენის გამო, რომ ბრიტანეთს შეეძლოს უფრო მარტივად დახუროს თავისი საზღვრები. რაც, როგორც ახალ რებეკასგან მოვისმინეთ, საბოლოო ჯამში არ ეხება იმიგრაციის დირეულ მიზეზებს, არამედ უბრალოდ ფიზიკურად აჩერებს იმიგრანტებს, რაც შეიძლება დიდ გავლენას ახდენდეს.
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბრიტანეთის უკიდურესი მემარჯვენეების კიდევ უფრო ექსტრემალური პოზიციების მიღებაზე, უბრალოდ ყველას დეპორტაცია, რაც შეერთებულ შტატებში უკვე ვნახეთ, ემილი, თუ დაუბრუნდებით ამ საკითხს, რამდენად რთული და არარეალურია ეს და რამდენად შეიძლება ამას საზოგადოებრივ აზრში უკუ რეაქცია გამოიწვიოს. ასე რომ ბრიტანელი საზოგადოება ამ საკითხს გადაწყვეტს, მაგრამ ვფიქრობ ბრიტანელ პოლიტიკოსებს ესმით პოლიტიკურ სპექტრში ყველყოლდან, რომ ამაზე ქმედება გარდაუვალია. იქნება ეს მათი მხრიდან თუ იმ ხალხის, ვინც მათ თანამდებობებიდან გააძევებს. ხო, და ამას რომ ამბობ, როგორც შენ ახსენე, რაც ხდება ყველა ISIS რეიდთან და პოლარიზაციასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში, მოდი პოლიციაზე ვილაპარაკოთ. როგორ შეუძლიათ პოლიციელებს ამ სიტუაციების მისმართვა? არის თუ არა პოლიციის საკმარისი რაოდენობა? არის თუ არა ზეწოლა, რომ არ იყვნენ ძალიან მკაცრები და არ გამოიწვიონ მეტი ძალადობა, რაც მხოლოდ გააგრძელებს სიტუაციის უკონტროლოდ გამწვავებას. არის თუ არა გამოსავალი პოლიციის მხრიდან ისე, რომ მეტი ადამიანი არ დაშავდეს? ჯეიმი, გთხოვ უპასუხე პირველმა. კი, ვფიქრობ, პოლიციამ ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მშვიდობიან მომიტინგეებს ეხება. ამიტომ მათ უნდა შეუწყონ ხელი მშვიდობიან პროტესტს. რა თქმა უნდა, მათ მაინც აქვთ თავიანთი საქმე, თუ ეს მშვიდობიანი პროტესტი ძალადობაში გადაიზრდება. ეს ერთი საკითხია, მაგრამ რაც შეეხება მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას, არალეგალური იმიგრანტების გაძევებას და რაც შეეხება იმას, რომ ხალხს აჩვენონ, რომ მთავრობა ძლიერი იქნება, კანონს აღასრულებს და იქნება ძლიერი და მტკიცე საიმიგრაციო პოლიტიკა, ეს რა თქმა უნდა არის რაღაც, რაც შეიძლება გარკვეულწილად შეამციროს დაძაბულობა და მისცეს ხალხს ამის დანახვის შესაძლებლობა. მთავრობა ნაბიჯებს დგამს და ამ ყველაფერს სერიოზულად ეკიდება. მაგრამ იცით, მე არ ვფიქრობ, რომ პოლიციური გადაწყვეტა ამ ყველაფერთან დაკავშირებით საბოლოო მიზანია. უნდა არსებობდეს პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტა, ასევე პოლიტიკური ნება, რომ ამ საკითხს გაუმკლავდნენ. კარგი, დიდი მადლობა ყველას ამ ძალიან საინტერესო დებატებისთვის. სამწუხაროდ დრო ამოიწურა, მაგრამ პირადად მე ბევრი რამ ვისწავლე. ასე რომ, მადლობა ყველას. Jamie Brysoni, Rebecca Greggy და IOC4 News-ის ინგლისური სამსახურის უფროსი კორესპონდენტი Wen Aldermani. არ წახვიდეთ არსად. ჩვენ მალე დავბრუნდებით ამის შემდეგ. კეთილი დაბრუნება Global Eye-ში. მე ემილი ფრანსი ვარ. კიდევ მეტი ამბავი, რომელიც მსოფლიოს გარშემო ხდება. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მიტინგზე, რომელიც გამართეს კანონპროექტის წინააღმდეგ. ეს კანონპროექტი პრეზიდენტს საშუალებას მისცემს დარჩეს ხელისუფლებაში 2 ვადაზე მეტხანს. ერთ-ერთ მიმდინარე ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციაზე ოპოზიციურმა კოალიციამ C64 პარლამენტთან გამართა აქცია და მთავრობის მხარდამჭერ აქტივისტებს დაუპირისპირდა, რის გამოც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დაპირისპირების დასაშლელად. მოიხედე უკან. ჩვენ არ დავნებდებით შიშს ან დაშინებას. ჩვენ ვიმსვლელებთ. ჩვენ იმ შენობის გვერდით ვიქნებით და რაც არ უნდა მოხდეს, პრეზიდენტი ჩვენს კონსტიტუციას ვერ ხელყოფს. შეტაკებები მოხდა მაშინ, როცა ქვეყანა მრავალი კრიზისის წინაშე დგას, მათ შორის ებოლას ბოლო აფეთქება და 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის გამწვავება რუანდის მხარდაჭერილ M23 მიამბოხეებთან. 62 წლის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დათანხმდება კონფლიქტებით მოცულ ქვეყანას მესამე ვადით უხელმძღვანელოს. ციტირებ, თუ ხალხი ამას ისურვებს. და შაბათს კონსტიტუციის რეფორმის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ ტაილანდის პრინცესა ჰასცხედარი გრანდ პალასში გადაასვენეს, მისი გარდაცვალების გამოცხადებიდან 1 დღის შემდეგ. ტაილანდის მეფის უფროსი ქალიშვილი კომაში იყო 2022 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც ექიმების თქმით, მან გონება დაკარგა გულის პრობლემის შედეგად. სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის გარდაიცვალა გასულ ხუთშაბათს, მას შემდეგ რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა ინფექციის, კოლიტის, დაბალი ცნების, არითმიების და სისხლის შედედების დარღვევების გამო. სასახლემა სამეფო დაკრძალვას მოუწყობს, ხოლო ტაილანდის მთავრობისგან მოსალოდნელია ეროვნული გლოვის გამოცხადება.
ილონ მასკი მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი, კიდევ უფრო მაღლა მიფრინავს. SpaceX-მა გასულ ხუთშაბათს NASDAQ-ზე პირველადი საჯარო შეთავაზებისას რეკორდული 75 მილიარდი დოლარი მოიზიდა. პარასკევს ბირჟის დახურვის დროისთვის აქციების ფასი თითქმის 20%-ით გაიზარდა და თითო აქცია $161 მიაღწია, რის შედეგადაც კომპანიის ღირებულება 2.1 ტრილიონ დოლარად შეფასდა. და მასკს, რომელსაც უმრავლესობის წილი აქვს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 866 მილიარდი დოლარია. Tesla-სთან და მის სხვა ქონებებთან ერთად, ახლა წმინდა ქონება 1.1 ტრილიონ დოლარს აჯარბებს. იმ დროისთვის, როცა ეს რეალურად მოხდა, როცა აქციების ვაჭრობა პარასკევს დაიწყო, ტრილიონი. რა უცნაური და სასაცილო სიტყვა. მუდმივად გვიწევს ახალი სიტყვების გამოგონება ამდენი ნულის გამო, რასაც ყველაფერს უმატებთ. და იცით, ბრავო ილონ მასკს, რომ გახდა მსოფლიოს პირველი ტრილიონერი. და მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლები ილონ მასკის უშუალო სტილს, მის ხიბლსა და მიმზიდველობას მიაწერენ, კრიტიკოსები მას ოლიგარქის მსგავსი ძალაუფლების გამოყენებაში ადანაშაულებენ, რაც მის კომპანიებში მმართველობის საკითხებზე შეშფოთებას იწვევს და ასევე აპროტესტებენ მის სულ უფრო მეტად პარტიულ პოლიტიკურ ჩარევას. მაშ, მზად არის თუ არა SpaceX-ი გრძელვადიან პერსპექტივაში სულ უფრო მაღლა და მაღლა აფრელი აფრენისთვის? ეს ჯერ კიდევ კითხვად რჩება. ეს ამერიკელების საყვარელი გასართობი არ არის, როგორიცაა ბეისბოლი, კალათბურთი, ფეხბურთი და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად თეთრ სახლში პირველად პროფესიონალური სპორტული ღონისძიება, რომელიც ტარდება და ტარდება, არის Ultimate Fighting-ის ჩემპიონატი. მხოლოდ 404,000 უკაცრავად იქნება დასწრებაზე სამხრეთ ეზოში და ეს მხოლოდ მოწვევით ხდება. თუმცა იმდენი, რამდენიც 85,000 შეიკრიბება ახლომდებარე ფან-ზონაში, შერეული საბრძოლო ხელოვნების გრანდიოზული ღონისძიება ემთხვევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 80-ზე დაბადების დღეს, რომელიც სწორედ დღესაა. ასევე დღესაა დროშის დღე და პრეზიდენტი მუდმივად უწოდებს UFC-ს დედამიწაზე ყველაზე დიდ შოუს. UFC-ს ბრძოლა ერთ-ერთია იმ რამდენიმე გამორჩეულ ღონისძიებას შორის, რომლებიც დაგეგმილია ამერიკის 250-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, მათ შორის დამოუკიდებელი ინდიკარის რბოლა, რომელიც ეროვნული მულის გარშემო გაიმართება და დაგეგმილია 4 ივლისის ირგვლივ. ეხლა კი ყურადღება გავამახვილოთ მსოფლიოს რამდენიმე მთავარ ამბავზე, რომლებიც შეიძლება გამოგჩათ ამ კვირაში. President Donald Trump-ის თემაზე დარჩენით. ძვირადღირებული კურორტის პროექტი, რომელიც ჯარედ კუშნერს მის სიძეს უკავშირდება, ალბანეთში მზარდ უკმაყოფილებას აწყდება, სადაც მომიტინგეები აცხადებენ, რომ დაცული მიწები და საზოგადოებრივი თვდომა კერძო განვითარებისთვის იწირება. ეხლა პირდაპირ ეთერში ტირანადან, ალბანეთიდან გვერდება ოლსი ოლსინიკა, ორგანიზაცია ეკო ალბანიას აღმასრულებელი დირექტორი. მადლობა, რომ აქ ხართ. მადლობთ მოწვევისთვის. რა თქმა უნდა. ნახეთ, ეს ამბავი ბევრ სათავეში ხდება. გულისხმობ, ეს არის 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ლუქს კლასის კურორტი, რომელიც ეკოლოგიური საოცრების შუაგულში შენდება. განმარტეთ, რატომ არის თქვენი ორგანიზაცია ასე შეშფოთებული და რას ნიშნავს ეს ბუნებრივი ჰაბიტატისთვის? სინამდვილეში ესე არ არის. ეს მხოლოდ ეკოვილა არაა, ვფიქრობ. მთელი გარემოს დაცვითი სამოქალაქო სექტორია ჩართული ამავე, ესე ვთქვათ, ბრძოლაში ამის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ის ტერიტორია, რომელზეც საუბრობთ, სინამდვილეში ერთ-ერთი ბოლო ხელუხლებელი მდინარის დელტა და ესტუარია, ესე ვთქვათ, მთელ ხმელთაშუა ზღვის აუზში. და ეს ტერიტორია მასში ყველა დაცული ტერიტორიის კატეგორიის ჰარმონიული თანაცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ეს მეხუთე კატეგორია, ანუ დაცული ლანდშაფტი. მაგრამ მასში კიდევ ბევრი სხვა ღირებულება და ბიომრავალფეროვნება. უბრალოდ გითხრათ, რომ სწორედ ამ ტერიტორიის შუაგულში მიედინება ევროპის პირველი ველური მდინარის ეროვნული პარკი, რომელიც ვიოზას მდინარეა. და რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია მრავალი ემბლემატური და იშვიათი სახეობისა და მნიშვნელოვანი სახეობის სახლია, განსაკუთრებით ფრინველების. მაგრამ ასევე ჯუჯუმწოვრების, როგორიცაა ფლამინგო, დალმატიური პელიკანი, გრძელწარბიანი ზღვის კუ და ასევე ხმელთაშუა ზღვის ბერ-მონაზონის სელაპი. ესე რომ, იცით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც თქვენ ამბობთ, ეს ერთ-ერთი ბოლოა. ანუ, ჩვენ დგავართ გლობალური კრიზისის წინაშე, გლობალური დათბობისა და სამყაროს ფაქტობრივად გამოშრობის ფონზე. რა იქნება შედეგები? თუნდაც ეს არ გაანადგურებს ჰაბიტატს და ყველა ეს ცხოველი არ მოკვდება, არ გადაადგილდება, მაგრამ მაინც რას გამოიწვევს? რას გაუკეთებს ეს მთლიანობაში, როგორც თქვენ თქვით, ჰარმონიას და თანაცხოვრებას და სინთეზს, იცით, რომელსაც ესეთი ადგილები ქმნის დედამიწაზე?
დიახ, სინამდვილეში ეს არის ბოლო, თქვათ, თავშესაფრები ბიომრავალფეროვნებისა და ველური ბუნებისთვის თელ მსოფლიოში. იცით და ჩვენ აღარ დაგვრჩა ბევრი ბუნება. სამწუხაროდ, იმიტომ რომ იცით, საზოგადოება ყოველთვის სწრაფ განვითარებას ესწრაფვის. მაგალითად, ტურისტული კურორტები, უძრავი ქონება და რა თქმა უნდა, ინდუსტრიალიზაციაც. და ძალიან ცოტა ბუნებრივი სივრცეა დარჩენილი, სადაც ბიომრავალფეროვნებაა დაცული, სადაც ბუნების კონსერვაციის ღირებულებებია შენარჩუნებული და ეს არის ერთადერთი ნორმალური გზა, როგორ შეგვიძლია ბუნების შენარჩუნება ბუნებრივ გარემოში, ანუ in situ. და ეს არის დაცული ტერიტორიები. და სწორედ ამიტომ არსებობს ისინი, რადგან ეს ტერიტორიები უბრალოდ ჩვენ არ გვეკუთვნის. ან საერთოდაც არ გვეკუთვნის. ფაქტობრივად, იმიტომ რომ ისინი ეკუთვნის მომავალ თაობებს. და ეს ადგილებია, ვფიქრობ, ერთადერთი ადგილები, სადაც ბუნებას შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა და შეუძლია შეინარჩუნოს თვითონ ადამიანთა მოდგმაც. ხო, მაგრამ მოდი პოტენციურ დადებით მხარეზე ვილაპარაკოთ. ალბანეთი პატარა ქვეყანაა, როგორც ყველამ ვიცით. ამგვარი განვითარება და ინვესტიცია შეიძლება იყოს კარგი ეკონომიკის, სამუშაო ადგილებისა და სხვა საკითხების მხრივ. ანუ აფსვა ამას დადებითი მხარე. სინამდვილეში ერთი რამ თავიდანვე უნდა განმარტო. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ეკობენი არასდროს ყოფილვართ განვითარების წინააღმდეგ. და ვფიქრობ, ესე არიან სხვა კოლეგებიც. მაგრამ როდესაც საქმე ეხება იმგვარ განვითარებას, რომელიც იგეგმება დაცული ტერიტორიების ქსელში, მაშინ უკვე სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, იცით, უნდა არსებობდეს წითელი ხაზი იმასთან დაკავშირებით, თუ რას შევინარჩუნებთ და რას გადავცემთ მომავალ თაობას. მაგრამ უბრალოდ რომ გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ალბანეთის ტერიტორიის მეხუთედი დაცული ტერიტორია. მაშ, დანარჩენი 80% ნიშნავს, რომ ის ღია ნებისმიერი ტიპის განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის კანონმდებლობისა და გარემოს თვისებების პატივისცემით. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი არგუმენტია, რომ ჩვენ არ ვართ განვითარების ტიპის წინააღმდეგ. არამედ იმ ადგილის წინააღმდეგ ვართ, სადაც ეს განვითარება დაგეგმილია. არის თუ არა ადგილი? ან იქნებ უფრო მცირე ზომა, რომელიც შეიძლება იყოს მისაღები ისე, რომ ჰაბიტატზე ასე ძლიერად არ იმოქმედოს. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ფრთხილი ურბანული დაგეგმვის საკითხია. როგორ, სად და როდის. იცით, ესეთი მასიური, თქვათ, ტურისტული განვითარების და ინფრასტრუქტურის განთავსება. რადგან ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მათ, რა თქმა უნდა, აქვთ გარკვეული ეკოლოგიური კვალი და რა თქმა უნდა, ჩვენი გაგები ჩვენ არასოდეს გთხოვეს ალტერნატივების მიცემა და შეთავაზება. რადგან ეს პროცესი ძალიან დამალული იყო საზოგადოებისგან. სანამ პროტესტები არ დაიწყო თავდაპირველად ადგილზე, შემდეგ კი გადავიდა ტირანაში. მაგრამ საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად არსებობს ადგილები, სადაც ესეთი ტიპის განვითარება შეიძლება მოხდეს ასევე ალბანეთში. ეს არის ქვეყნის 80%, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია ესეთი პროექტებისთვის. კარგი, დიდი მადლობა ოლსინიკა, ძალიან ვაფასებ. მადლობთ. ეხლა გადავიდეთ კენიაზე, სადაც გაღიზიანება აშეცეშოს მხარდაჭერილი გეგმის გამო, რომლის მიხედვითაც ამერიკელი ებოლას პაციენტები კენიის ტერიტორიაზე უნდა კარანტინში მოაქციონ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ებოლას აფეთქება არ დაფიქსირებულა. გამაცმა გამოიწვია პროტესტები და ბრალდებები, რომ კენიას თხოვენ აიღოს ჯანმრთელობის რისკი, რომელსაც ვაშინგტონი საკუთარ ქვეყანაში არ მიიღებდა. დაახლოებით ჩვენთან ნაირობიდან ერთვება ჟურნალისტი რუხუბ ალმენდორე. გმადლობთ, რომ აქ ხართ და გვიზიარებთ მეტ ინფორმაციას ამ მიმდინარე ამბავზე. გმადლობთ, ემილი. ამჟამად კენიაში განწყობა მშვიდია, თუმცა დაძაბული. ჯერჯერობით ახალი დემონსტრაციები არ ყოფილა, თუმცა მომდევნო რამდენიმე დღეში მოსალოდნელია. ასე რომ პოლიციას ჩარევა არ დასჭირვებია, რადგან სამწუხაროდ იმ პროტესტებში 3 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ საქმე დასრულებული არ არის, რადგან ებოლას ცენტრის მშენებლობა სასამართლოს ბრძანების მიუხედავად მაინც გრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაძაბულობა ჯერ კიდევ არ გამქრალა. მაშ, რა არის?
თქვენ ჟურნალისტი ხართ, ასე რომ ვიცი, შეგიძლიათ უფრო ახლოდან დააკვირდეთ ამბის ყველა ასპექტს. მაგრამ რა არის პროტესტების მთავარი მიზეზი? პირველი მიზეზი ის არის, რომ ხალხს ეშინია. ებოლა კენიაში არ გავრცელდეს, რაც უცნაური აზრი არ არის. იმიტომ რომ კენიაში ბოლო 10 წლეულებში მომხდარი 17 აფეთქების დროს ებოლას არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამიტომ ხალხს ეშინია, როცა აქ მოჰყავთ პოტენციურად ინფიცირებული ადამიანები, რომ ვირუსი შეიძლება ამ ქვეყანაში გავრცელდეს. და მეორე მხრივ, მთავრობა ძალიან გაუმჭვირვალე იყო მათ პროცესში. უცებ ამერიკელები გამოჩნდნენ 13,800,000 დოლარით, რათა აეშენებინათ ობიექტი. და ხალხი არ იყო ინფორმირებული. ასე რომ, ბევრ კენიურ არხზე ხედავდით, რომ პრეტენზიები სწორედ ამაზე იყო, გამჭვირვალობის ნაკლებობაზე. და როგორ ართმევს მთავრობა ამას თავს? სწორად ხდება ყველა პროტესტის მართვა. ხოლო გამჭვირვალობის ნაკლებობა რაღაცნაირად ისევ გრძელდება. რაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ის, რომ ამას უკვე არსებულ პოლიტიკას ადარებს, რომლის ფარგლებშიც უკვე არსებობს 23 სხვა ცენტრი, რომლებიც ინფექციების მართვას შეძლებენ. მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი ხალხისთვის. ისინი კვლავ კითხულობენ, რატომ მოულოდნელად ოდნელად ამერიკელები და რატომ მოულოდნელად ინფიცირებული ადამიანები სხვა ქვეყნიდან. ესე რომ, გენიის სასამართლოებმა ფაქტობრივად შეაჩერეს ეს პროექტი, ისტორია, მაგრამ ცნობები ამბობენ, რომ აშშ-ის თვითმფრინავები და პერსონალი მაინც ჩამოდიან. ეს ახლა სუვერენიტეტის საკითხადაც იქცა, ისევე როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შიში. დიახასია სასამართლომ გამოსცა შეჩერების ბრძანება, მაგრამ ეს ბრძანება არ შესრულებულა ჯანმრთელობის სამინისტროს მხრიდან გაგრძელდა, რადგან ისინი კონსტიტუციას ეხრდნობიან, სადაც წერია, რომ სამედიცინო საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ხელისუფლებას აქვს უფლება გააგრძელოს ზომები ჯანმრთელობის რისკების წინააღმდეგ და სწორედ ეს ხდება ახლა. მაგრამ ხალხისთვის ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რადგან ისინი ხედავენ, რომ მათ მოსამართლეებს გვერდს უვლიან და მშენებლობა მიმდინარეობს შორეულ ავიაბაზაზე. ასე რომ ჯერჯერობით არავის არაფერი უნახავს, მხოლოდ ციდან შეიძლება დაინახონ. არსებობს სატელიტური სურათები, სადაც ჩანს 12 თეთრი კარავი, მაგრამ ეს არის ყველაფერი. არავის უნახავს, რა ხდება შიგნით. კარგი, დიდი მადლობა რუდ, შენი შეხედულებებისთვის. მადლობა თქვენს. ეხლა ნიუ-იორკს მიუბრუნდეთ, ქალაქს, რომელიც არასდროს იძინებს და უკვე დაიწყო ახალი ამბების გავრცელება. ნიუ-იორკ ნიქსმა ისტორია დაწერა და 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად მოიპოვა NBA-ის ჩემპიონობა. ეს გამარჯვება ემოციური იყო, ზეიმი კი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ძალადობრივადაც გადაიზარდა. დამატებითი ინფორმაცია i24 News English-ის მიშელ კეკისგან. ნახევარ საუკუნეზე მეტი ჩემპიონობის მოლოდინის შემდეგ ნიქსის გულშემატკივრები ძალიან მონატრებულები იყვნენ ამ გამარჯვებას. რამდენიმე თაობის განმავლობაში ნიქსის გულშემატკივრები NBA-ის ჩემპიონატში გამარჯვებაზე ოცნებობდნენ. გუნდის ბოლო ტიტული 73 წელს იყო. მას შემდეგ, რაც ნიქსმა მეოთხე თამაში საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 127-106 გაიმარჯვა, ნიქსი სან ანტონიოში სპურსს დაუპირისპირდა მეხუთე თამაში. იცის ჩვენ გავიმარჯვეთ. მიუხედავად იმისა, რომ სპურსი თამაშის დასაწყისში ლიდერობდა, ნიქსმა გამოავლინა ის გამძლეობა, რომელმაც მათი პლეი-ოფის გზა დაახასიათა და მეოთხედის ბოლოს თამაშის კონტროლი საკუთარ ხელში აიღო. ნიუ-იორკი ცისფერი და ნარინჯისფერი ზღვით იფეთქა. გუნდიდან ერთ-ერთმა მოთამაშემ შემთხვევით პირდაპირ ეთერში გაუშვა მათი გასახდელი ზეიმი სოციალურ ქსელში. დაიცა, როგორ ასრულებ ამას, როგორ ასრულებ პირდაპირ ეთერს? მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივართა უმეტესობამ თავი შეიკავა, ზოგიერთი ზეიმი ძალადობაში გადაიზარდა. დაახლოებით ღამის 2 საათზე პოლიციის თქმით Times Square-თან ახლოს სროლა მოხდა. ინციდენტი კამერაზე დაფიქსირდა. ასევე სასკოლო ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციის თქმით დაკავებები განხორციელდა. ჯერ კიდევ უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს, მიუხედავად ქაოსისა. ეს უმეტესად ნიქსის გულშემატკივრები და ნიუ-იორკელები არიან, რომლებიც გამარჯვებას ოცნების ახდენად აღიქვამენ და ისე ზეიმობენ. დეკემბერში ისრაელი გახდა პირველი და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა სომალილენდის სახელმწიფო აფრიკის მთაზე. დღეს სომალილენდის პრეზიდენტმა დაიწყო ვიზიტი იერუსალიმში, რასაც ორივე მხრიდან დიდი ზეიმი მოჰყვა. i24 News-ის ინგლისურენოვანი უფროსი კორესპონდენტი ოუენ ალტერმანი მოგვითხრობს. ოფიციალური სახელმწიფო მიღება ერთადერთ ქვეყანაში, სადაც მას ესეთი მიღება შეუძლია მიიღოს.
სომალილენდის პრეზიდენტი წითელ ხალიჩაზე მიაბიჯებს და შედის ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაში იერუსალიმში და სომალილენდისა და ისრაელის შორის ახალი განსაკუთრებული ურთიერთობის დასაწყისს აღნიშნავს. სომალილენდის ხალხის ლამაზი კადრები, რომლებიც ისრაელის დროშებს აფრიალებდნენ, ამ ახალი ურთიერთობის აღსანიშნავად ყველას გულს გაგვითბო ბატონო პრეზიდენტო. დღეს ჩვენ არანაკლებ გვიხარია, რომ სომალილენდის დროშები ფრიალებს აქ, პრეზიდენტის რეზიდენციაში და მთელ იერუსალიმში. ისრაელმა სომალილენდი გასული წლის დეკემბერში აღიარა როგორც პირველი და ანდრომდე ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. 25 წლის განმავლობაში სომალილენდი ფაქტობრივად დამოუკიდებელია დედაქალაქ ჰარგეისადან. მისი მთავრობა აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას. რაოდენიმე ქვეყანამ სომალილენდი დამოუკიდებლად აღიარა პრაქტიკაში, მაგრამ მხოლოდ ისრაელმა აღიარა იგი ოფიციალურად დამოუკიდებლად. სომალილენდის მოსახლეობა აღფრთოვანებულია. President Abdi Rahman Mohamed Abdullahidან დაწყებული. ისრაელი ჩაერთო მოძრაობაში, რომელიც ჩვენი ერის დიპლომატიურ ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. და ჩვენ ამ ჟესტს სუბუქად არ უყურებთ. ორ ქვეყანას სურს გააღრმავოს ურთიერთობები უსაფრთხოების, სამთო მრეწველობისა და ადენის ყურეში გადაადგილების ხარდაჭერის მიმართულებით. ანალიტიკოსები ისრაელის ურთიერთობებს სომალილენდთან განიხილავენ როგორც გაერთიანებულ არაბთა საამიროებთან და სხვა ქვეყნებთან ჩამოყალიბების პროცესში მყოფი გეოპოლიტიკური ალიანსის ნაწილს. ორივე ჩვენგანს რადიკალური ექსტრემიზმის საფრთხე ემუქრება. ორივე ვეძებთ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში და აფრიკის რქაში. ორივე ვხედავთ ნაოსნობის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობას. პრეზიდენტი აბდულაჰიც ეწვია იად ვაშემის ჰოლოკოსტის მემორიალს, ესეც კიდევ ერთი ემოციური მომენტი იყო. დაუბრუნდეთ ებოლას თემას, მაგრამ ჯერ ვისაუბროთ თითქმის 3 წლიან COVID-19 ეპიდემიაზე და მის მრავალ უფრო საშიშ მუტაციაზე, რომლებმაც მილიარდობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გააჩერეს. მაგრამ როცა ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ლიდერებმა და ხალხმა მართლა დაივიწყეს ეს ყველაფერი. და მოხდება თუ არა ეპიდემია ისევ? ეს ძალიან დიდი კითხვაა და მიუხედავად იმისა, რომ ებოლას ვირუსი აფრიკის ქვეყნებს აზარალებს, ებოლას აფეთქების რეალობა თითქოს რამდენიმე 1000 მილის დაშორებითაა. და სხვა ვირუსები, როგორიცაა წითელა, SARS-ი და ჰანტავირუსი, შეიძლება პირდაპირ ჩვენს კართან იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მილიონობით გულშემატკივარი იკრიბება სტადიონებზე FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე და არ არსებობს სოციალური დისტანცია. ჩვენთან ერთად ახლა შემოგვიერთდა მარკ მამალფარბი, კომპანია Dietic International-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ნიუ-იორკიდან გვერდდება. საღამომშვიდობისა თქვენ ხოლო თქვენთან ახლა შუადღეა. კარგი საღამომშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. Dietic არის გლობალური ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც NASDAQ-ზეა ჩამოთვლილი და მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს ვირუსებსა და დაავადებებთან. მაგრამ გითხარით ებოლაზე კონკრეტულად, რადგან ის მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენად მომაკვდინებელია ის? კარგი, ჯანმოსა და სხვა სააგენტოების მიხედვით სიკვდილიანობა მერყეობს 30%-დან 50%-მდე. ზოგი ამბობს, რომ შეიძლება 90%-დეც იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო რეალურია 30-დან 50%-მდე. ანუ თქვენ საუბრობთ ძალიან საშიშ ვირუსზე, რომელიც აფრიკაშია გავრცელებული და ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის იქ დარჩება და არ გავრცელდება სხვა ქვეყნებში. ეხლა როგორც ხედავთ მსოფლიო ჩემპიონატზე, აშკარად ძალიან ამაღელვებელია. ხალხს დაავიწყდა სოციალური დისტანცია, როგორც უკვე ვთქვი, რაც COVID-ის დროს გვიწევდა, მაგრამ 10 აფრიკული ეროვნული გუნდი მონაწილეობს. 10,000-ობით გულშემატკივარი აფრიკიდან ჩამოდის. რას ვაკეთებთ, ან რას არ ვაკეთებთ ჩამოსვლისას ამის შესამოწმებლად? და სასაგებლოა თუ არა ეს, თუ ვინმე შესაძლოა ვირუსის მატარებელია, მაგრამ ჯერ სიმპტომები არ აქვს. ფიქრობ, მთავრობებმა მიიღეს სიფრთხილის ზომები და კარგი ნაბიჯები გადადგეს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩერონ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუ ინკუბაციის პერიოდი 21 დღე ან მეტიც, თუ ასეა. ერთი ესეთი თქვათ ვიზიტორი აფრიკული ქვეყნიდან ან სხვა ადგილიდან, რომელიც ვირუსს შეეხო, შეიძლება რეალურად დაიწყოს გავრცელება. იცით, უფრო მეტი აფეთქება შეიძლება მოხდეს აქ, აშეცეშიში. ან მექსიკაში, ან კანადაში, სადაც ცხელების შემთხვევები ხდება, ან სადმე სხვაგან. ეს შეიძლება იყოს, იცით, თვითმფრინავში, რომელიც საში მიფრინავს. ეს ნამდვილად პოტენციური საფრთხეა. მაგრამ ებოლა ნამდვილად არ არის მთავარი ამბავი. მთავარი ისაა, რომ ჩვენ მზად არ ვართ.
ჩვენ არ ვისწავლეთ გაკვეთილი COVID-19-დან. შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ და აგიხსნით რატომ. დიახ, ანუ თქვენ ძალიან საინტერესო საკითხი წამოაყენეთ, რომ ყველანი შეშინებულები ვიღავით COVID-ის გამო, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ დაახლოებით 1% იყო. აბა რა ვისწავლეთ ან რა არ ვისწავლეთ? და ხალხმა უბრალოდ დაივიწყა ეს, მაშინ როცა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან შეიძლება კიდევ ერთი აფეთქების წინაშე დავდგეთ, თუნდაც ეს ებოლა არ იყოს, რომელიც ჰაერწვეთოვანი არ არის. ჩვენ გვაქვს წითელა და სხვა დაავადებებიც, რომლებზეც ისევ გვესმის. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ეგონა წითელა უკვე გაქრა. და ნუ დაგავიცლებათ ფრინველის გრიპი, რომელსაც დაახლოებით 30%-იანი სიკვდილიანობა აქვს. ეს ვირუსი უკვე ვრცელდება საქონელში, ფრინველებსა და სხვა ცხოველებში. ესე რომ ვფიქრობ, ბევრი რამ ვისწავლეთ. რაც ამაზე ვაკეთებთ, ეს უკვე სხვა საკითხია. ასე რომ ვფიქრობ, ვაქცინების მიმართულებით მართლაც კარგად მოემზადეთ. ვფიქრობ, ახლა ვაქცინის მილიარდობით დოზის წარმოება ბევრად უფრო სწრაფად შეგვიძლია ვიდრე ადრე და მათი გავრცელებაც შეგვიძლია. მაგრამ როცა ეპიდემია იწყება, ვაქცინა უკვე გვიანია, რადგან უკვე დაავადებული ხარ. თუ გახსოვთ, COVID-ის დასაწყისში საავადმყოფოებში ადამიანები აპარატზე იყვნენ შეერთებული. რაც ნამდვილად გჭირდებათ, ეს არის მონოკლონური ანტისხეულები ან კურნალობა, რაც თავდაცვის პირველი ხაზია. და ეს საკმაოდ გულწრფელადაა, ხო? ხო, და სწორედ აქ ჩნდება დიატიკი. ანუ შენ ისევ ამ ტექნოლოგიის წინა ხაზზე ხარ უკვე დიდი ხანია. ამიხსენი როგორ მუშაობს, რადგან ეს ძალიან სამეცნიეროა, მაგრამ ასევე ბიოლოგიურიცაა. და შენ ამ პრობლემებს ორივე მხრიდან უტევ. როგორც პრევენციის თვალსაზრისით, ასევე მაშინაც, როცა უკვე ინფიცირებული ხარ. ამიხსენი როგორ მუშაობს ეს პოტენციური კრიზისის პრევენციის ეტაპზე. პირველ რიგში ნებამომეცი აგიხსნა ჩვენი კავშირი ისრაელთან, ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტთან, ეპიდემიების მზადყოფნის ინიციატივის კოალიციასთან, ევროკავშირის ვაქცინების ჰაბთან, ოქსფორდის უნივერსიტეტთან, სკრიპსთან და სხვებთან. ჩვენ მუშაობდით და ვმუშაობთ მათთან ერთად. ვცდილობთ ასე ვთქვათ, გადავჭრათ მთავარი პრობლემა, რომელიც ყველას თვალწინაა. მთავარი პრობლემა, რომელიც ყველას თვალწინაა, არის ტრადიციული მეთოდები, რომლებსაც დღეს ვიკენებთ მონოკლონური ანტისხეულების მისაღებად. ესენია ძუძუმწოვრების უჯრედული ხაზები. ისინი ძალიან ნელა იზრდებიან, ძალიან ცოტას გამოიმუშავებენ და ძალიან ძვირი ღირს მათი გამოყენება. და თუ გახსოვთ, COVID-ის დროსაც კი იცით, აშშ-ს არმიის მომარაგების ჯაჭვმაც აღნიშნა, რომ ეს იყო 1%-იანი სასიკვდილო დაავადება, რომ უფრო მომაკვდინებელი ყოფილიყო, ჩვენს ხელში დიდი კატასტროფა იქნებოდა. და სწორედ აქ ჩნდება ებოლა და ასევე ჰანტავირუსი. თუ გაქვს 30%-იანი სასიკვდილო დაავადება და არ გაქვს მისი მკურნალობისა და მოსახლეობის დაცვის გზა, ეს ესპანურ გრიპზე ბევრად უარესი იქნება. N20CRT ტექნოლოგია არის ჯაპოვანი სოკო. ეს არის მიკრობული ორგანიზმი, რომელიც იზრდება ბევრად უფრო სწრაფად, დაახლოებით 10 ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ძუძუმწოვრის უჯრედი. მოსავლიანობა უფრო მაღალია, შეგიძლია 3 პარტია აწარმოო იმ დროში, რაც ერთს სჭირდება. და არ გაქვს ვირუსები, რომლებიც უნდა მოაშორო, სანამ საზოგადოებაში გამოუშვებ. ესე რომ საუბარია სრულად გარდამტეხ ცვლილებაზე. და ჩვენ ამაზე მუშაობდით და ვაჩვენეთ, რომ ის არა მხოლოდ ებმება და ნეიტრალიზებს ვირუსს, ზუსტად ისე როგორც ძუძუმწოვართა უჯრედები. And this is a plant one sort of taking time as no we not forget. You go to a screen book of that. ჰაგვებზე ჩატარებულ კვლევაში, არაჰუმანურ პრიმატებზე ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ევროპელებმა ჩაატარეს COVID-ის პერიოდში, ასევე მალარიაზე, RSV-ზე და კიდევ 7-8 სხვა ანტისხეულზე. ესე რომ ტექნოლოგიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ნეიტრალიზაცია და დაკავშირება ისევე როგორც status quo. მაგრამ ეხლა შეუძლია მისი წარმოება ბევრად ნაკლებ ფასად და უფრო სწრაფად. ვაუ, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და სწრაფად სანამ დრო გაგვივა, მოდი მეორე საკითხზეც ვისაუბროთ. ანუ ადამიანს ვაქცინას ვერ გავკეთებ, თუ უკვე დაინფიცირებულია. ამიტომ აგვიხსენეთ, რას აკეთებთ და როგორ შეიძლება ეს დაეხმაროს ფართო კონტექსტში. თუ შეძლებთ აფრიკაში მეტი კლინიკური კვლევის ჩატარებას, რომ თქვენი ტექნოლოგია შეძლებს, ასე ვთქვათ, ადრეულ ეტაპზევე შეაჩეროს დაავადების განვითარება, როცა ადამიანი უკვე დაინფიცირებულია. დიახ, ესე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ჩავატარეთ პირველი ფაზის კლინიკური კვლევა აფრიკაში. სრულიად გულწრფელად რო ვთქვა, ის ნაწილობრივ შეიქმნა ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მიერ, დამზადდა ისრაელში, BTG ისრაელთან და დიატიკთან ერთად. და ჩვენ ეს ვაქცინა სამხრეთ აფრიკის მარეგულირებელ სააგენტოში, SAFER-ში, წარვადგინეთ და დავამტკიცეთ მისი უსაფრთხოება, ამტანობა და ეფექტურობა. მაგრამ ეს ვაქცინა, როგორც თქვენ აღნიშნეთ და მეც აღნიშნე, არის ის, რაც ხელს უშლის მის განვითარებას. მაგრამ როცა უკვე მოხდა, საჭიროა მონოკლონური ანტისხეულები და გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ტექნოლოგია მონოკლონურ ანტისხეულებს უფრო სწრაფად ამზადებს, მეწაწარმოებს ნაკლებ ფასად და უფრო ადრე უშვებს. ასე რომ ისინი ნეიტრალიზებენ და ებმებიან. და თუ გახსოვთ, თვითონ პრეზიდენტი ტრამპიც კი COVID-ის დროს ვოლტერ რიდის საავადმყოფოში წავიდა და ანტისხეული მიიღო. პრობლემა ანტისხეულების ტექნოლოგიასთან COVID-ის დროს ის იყო, რომ ვერ ასწრებდა.
ვირუსი ძალიან სწრაფად მუტირდებოდა. ტექნოლოგია ძალიან ნელა ვითარდებოდა, რომ მასთან ერთად ევლო და თუნდაც ეს შეძლებოდა, მხოლოდ 1-2%-ს მსოფლიოს მოსახლეობისა მიეღო ის. ესე რომ ეს პოტენციური კატასტროფაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ებოლა კი უბრალოდ გამოფხიზლების ზარია. კონდათ ებოლა, კონდათ მაიმუნის ყვავილი და გაგვიცით ჰანტავირუსი. ესე რომ ჩვენ ერთი მუტაციის მოშორებით ვართ სასიკვდილო ვირუსისგან. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და მთავრობებმა ისრაელში, აშერიშოში, ევროპაში უნდა გააძლიერონ და რეალურად ხარი დაუჭირონ წარმოებას, რადგან ესაა მთავარი პრობლემა. მართალია. შეგიძლია ხელოვნური ინტელექტით ყველაფერი აღმოაჩინო, მაგრამ ვერ შექმნი მას უჯრედული ხაზის გარეშე, რომ სწრაფად და ეფექტურად აწარმოო. კარგი, დიდი მადლობა ამ ახსნისთვის. ყველაფერი ბევრად უფრო გასაგები გახადე, რადგან ეს ძალიან რთული ბიოლოგია. დიდი მადლობა Mark M. Farb, Diatic International-ის დამფუძნებელო. და ეს იყო ყველაფერი ამ კვირის Globalize გამოშვებისთვის. დიდი მადლობა ყურებისთვის. მე ვარ ემილი ფრენსისი და გისურვებთ მშვენიერ დარჩენილ კვირას.